კარგი გამარჯობა. იცოცხლე და გაგიბარჯო. გამარჯობა. ეხლა რას ვერ ხვდები შეიცი რა ენაზე უნდა დავიწყოთ გამარჯვების თქვა, იმიტომ რომ ჩვენს თვარს იმდენ ენაზეა გამარჯობა მოსმენილი. აუ, კი ეგრე. რომელზეც გინდათ იმაზე მე პასუხი ვიცი ხოლმე. ჩვენი გამარჯობა იმდენად მომწონს. და ერთხელ იყოს ხოთა შორის ფრანგები ჩამისხე რაჭიდან მოვდიოდი რა, კაი ამბავი გამახსენდა ხო და გამარჯობა რას ნიშნავს მეთქი. იმათ ინგლისური არ იცოდნენ, მე ფრანგული არ ვიცი, აი რაღაცნაირად მივახვედრე და ისე მოეწონა შინაარსი. ისე სხვა ენაში არის მსგავსი შინაარსის მისალმება? ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრს აქვს, კი. ყოველ შემთხვევაში ისე არ ჩავძიებ ვარ, მაგრამ იკე რაღაცა შეიძლება იყოს რაღაცა. დავადგინოთ თუმცა. გიგი ქათამაძე ძალიან პატივსაცემი ადამიანი და შეიძლება ითქვას საოცნებო პროფესიაც თუ შეიძლება რომ დავარქოთ. კი, რა თქმა უნდა, პროფესია. და რაც თავარია, მე რას ვიტყოდი ლადო, იცი? ჩემი შულებისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი შულებისთვის კარგი და სამაგალითო ეს სიტყვა არ მიყვარს დიდად, მაგრამ კონტენტის შემთავაზება. კი, იმ გიგის კონტენტში არის ხალისიც, რაც თავარია ინფორმაცია საინტერესო, რომელთაც ბევრ რაღაცას სწავლობ და არის ისეთი, რომ შობელს არ გეშინია, რომ ბავშვმა უყუროს. კიდე კაი ამოუჭერი რაღაცე. მაგიტომ არ გეშინია, მაგიტომ არ ხო, რაღაც ის ინტერესს უჩენს, ახლა სამწუხაროდ წიგნებთან ისე არ მეგობრობენ და ყოველთვის ეგ მოხსოვნა თხოვნა, რომ კაი იმ სისულელს ნუყურებ, მოდი ჩავრთოთ გიგი. აი, ნაკლებად სისულელეში ნაკლებად სისულელე ავარჩი. მოდი, ჯერ მადლობებს ვიტყვით. ერთსაც მოუყვება. ერთი ამბავი გუშინ უთხარი გიოს 9 წელს არის შენ კი იცო. რატო უყურებო ინტერვიუებს უსმენდი შენსას და გიგი უნდა ჩავწეროთ მეთქი და აი ის სახე უნდა დაგენახა რა და წამოყვები. აბზანდის სკოლაში მეთქი და ვერ წამოვიყვანე, მაგრამ ძალიან უყვარხარ ბავშვებს და ძალიან მაგარია ეს შეგრძნება რა. ვინც უყურებს ყველას. და მადლობები ჩემო. ხო, მადლობები დავიწყოთ. კარგი სიტყვა მადლობა და ძალიან გვიყვარს. გადაუხადოთ დიდი მადლობა ჩვენს მეგობარს, დუგლაძეების ღვინის კომპანიას, რომელიც გვანებირებს არაჩვეულებრივი ღვინოებით, არაჩვეულებრივი სასმელით და სლოგანი მომწონს ძალიან ამ კომპანიის ქართული ხასიათის მრავალფეროვნება. აი მართლა არაჩვეულებრივად ეხავება იმ ღვინოს, იმ ტრადიციას და იმ ხარისხს, რასაც ეს კომპანია უზრუნველყოფს და გვაძლევს. რას დავამატებ, და ის არის რაღაც ბიზნესია ბუნებრივია, მაგრამ ღვინის წარმოება, მაინც რაღაც კეთილშობილური საქმე არის ჩემთვის და მადლობა რომ ჩვენ გვერდში მოგყვეთ. აქ ერთია დასამატებელი, კარგი ღვინის წარმოება კიდევ უფრო კეთილშობილია. შეგენოთ ძალიან. F1-ს მადლობა რომელიც დაგვიდგა და ლადოს გაუადვილა დღეები, იმიტომ რომ იტანჯებოდა ძველი კომპიუტერით მონტაჟზე და ძალიან დაგვეხმარა F1-ის. თქვენ ამონტაჟებთ ხო? ჩვენ თვითონ ვამონტაჟებთ და ჩათვალე რომ 5 საათის გასაკეთებელი საქმე F1-ის დახმარებით კეთდება 1 საათში და აი შვება, მიხარია მონტაჟი რომ უნდა დავიწყო. და უზარმაზარი მადლობა ვინდჰემ გრანდ თბილის უმშვენიერეს და ძალიან მაგარ სასტუმროს, რომელიც გუდიაშვილის სამნომეში მდებარეობს და აქაც მინდა გამოვყოლა და თანამშრომლების პერსონალის კეთილგანწყობა და ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი დამოკიდებულებას უყურებდით. ახლა ბევრი უცხოელი მოძრაობდა და არ ვიცი, მოკლედ მადლობა და უზარმაზარი, ყველაზე მაგარი და მთავარი მადლობა გიგის რომ მოიცალა ჩვენთვის. მადლობა თქვენი დაპატიჟებისთვის და მომპატიჟებისთვის. გიგი, საუბრობდით იმაზე, რომ ბავშვები გიყურებენ, არის ესეთი კონტენტი, რომელსაც ნებისმიერ მშობელი აძლევს უფლებას, რომ გიყურონ და მოდი, აბა კონტენტი ჩაანაცვლე რამე სიტყვით, ნაწარმოები? მოდი კონტენტი გამოვიყენოთ და მე ვიზრუნოთ ჩანაცვლებაზე. ხო და იცი რა მინდა გითხო, იმიტომ რომ ბავშვები გიყურებენ და იმიტომ რომ ბავშვებმა მინდა გაიგონ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სირთულე გქონდა ცხოვრებაში, იყო ბევრი დაბრკოლება, მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში მოგზაურობ, ისეთ ადგილებში დადიხარ, როგორ უმკლავდები დაბრკოლებებს და რას აკეთებ იმისათვის, რომ ფარხმალს არ გეშინია დაბრკოლებების? ალბათ, რავი, დაბრკოლებები რომ ხდება, ძალიან ისე უყურებ რა. აი ეხა დაბრკოლება ამ მომენტში, თორე 1 წლის მერე რომ გადმოვხედო, ეს არაფერი არ იქნება, ანუ რა. იმიტომ რომ ყველა დაბრკოლება, რასაც ვაკეთებ და ჩელენჯებს, რასაც ვაკეთებ რეალურად, იმ მომენტში, იმ პერიოდში რაღაცა 2 დღე, 3 დღე, 1 თვეა ის რთული. თორე მაგის მერე რომ უყურებ ხოლმე და ის პირიქით, ანუ ეგ მოტივაციას მაქვს რომ მაგარი რაღაც გავაკეთე, ან რაღაც ეს გავაკეთე, ეს შევძელი და
ამიტომაც აი არაკომფორტულ მდგომარეობაში ხშირად რო ვარდები, ანუ მაგას შეჩვევი რა და მე ცხოვრებაში გიმარტივდება ყველანაირი აი ეხლა მე ხო სპეციალურად ვაკეთებ ეს არაკომფორტულ და დისკომფორტში მივიდივარ და მე ცხოვრებაში ისედაც გიქმნის ეგეთ რამეს რა, ანუ ისედაც დაგახვედრებს წინ რაღაც სირთულეს და ანუ უკვე შეიმში მიჩვეული ხარ ამ რაღაცებს, მე მარტივად უკვე პრობლემას აღარ უყურებ რა, უყურებ როგორც გამოწვევას, რომ აი ეს გამოწვევა ამ პერიოდში, მაგრამ გაივლის რა. რაც არ კლავს გაძლიერებს. კი, და ამ კითხვის მთელი ვიტამინები რატომაც გვინდოდა რომ ეს კითხვა პირველივე დაგვესვა, ზუსტად იმის გამო რომ ბავშვები გიყურებენ, თინეიჯერებმა მით უმეტეს მინდა მოისმინონ, რომ თუ რაღაც დაბრკოლება გაჩნდა ცხოვრებაში, ის არ ნიშნავს დასასრულს და ის არ არის წერტილი პირიქით. კი, ანუ ეგრე და რომ გიგისგან მოესმინა. ბევრი რაღაცა, ანუ ეს კონტენტ კრეატორობა მე რო დავიწყე, ესე არ იყო, მქონდა ჩემი რაღაც 6 თვე იყო მაგალითად ინგლისურად პოსტავდი ადრე და ნახვევი იყო აი 200, ანუ წარმეგინე ეს ყოველ კვირა პოსტავდი, ანუ мотиваცია არ იყო, არც თანხა არ შემოდიოდა და მანდ იყო ბევრჯერ რომ დავიკიდო, დავნებდე. მე იყო რაღაც აღზევება, რაღაცა გავარდა კონტენტი, მე ისევ სპონსორების ნაკლებობა ვეღარ ვაგრძელებ ჩემ იმას და მოკლედ აი სულ ესია რა, გააჩნია ეს არის არასტაბილურობა, მაგრამ თავგადასავლებით ახსოვსე ყოველ შემთხვევაში თუ რამე დაბრკოლება არის, იქ გაჩერება და არა, პირიქით, არა, უნდა გაატანინო ბოლომდე, სადამ არ დაიწყებ და მე თუ პიკში ხარ, მე შეგიძლია თქვა თუ არ მოგწონს და თუ ის. მაგრამ მანამდე უნდა გააგრძელო ბოლომდე, კი. თუ სწორად მახსოვს, მე მგონი ირანის თუ არა, სირიის ვიდეოში იყო ქობულეთი ახსენე, ქობულეთიდან ხარ თუ ქობულეთში არა, ხშირად ვახსენე ხოლმე ეს ქობულეთს არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიდეოებში ხშირად ვახსენე. მეგონა რომ იქიდან იყავ. ისე საიდან ხარ? ისე იმერელი ვარ გადასახლებული კახეთში, ლაგოდეხში. როგორი იყო ლაგოდეხში გიგის ბავშვობა? ძალიან ადრე იყო ესე ლაგოდეხიდანაც გადმოვსახლდი კახეთში. ანუ ბავშვობიდან დაიწყე მოგზაურობა. ბავშვობიდან ესე ვთქვათ ძალიან ის ნუ არა ის ბაბუა ჩემი გადმოსახლდა აქეთ იქით მაშინ კახეთი და მე აქეთ გადმოსახლდი. დიდი ბაბუა რა. და მე როგორი იყო აქ ბავშვობა მაშინ? აქ ვსწრებ რომ მე სპორტით ვიყავი დაკავებული ძირითადად, წყალბურთის ნაკრებში თამაშობდი. ბავშვობიდან 10 წლიდან დავიწყეთ, ცეკვაზეც დავდიოდი, წყალბურთზეც დავდიოდი და მოკლედ მოგზაურობა ეგრე დაიწყო, რომ წყალბურთის ნაკრებში რომ მოვხვდი, ну ძალიან რთული იყო იმ რაღაც 13 კაცთან ჩემი ტანიც არ მისყობდა ხელს დიდად. ნაკრებშიც იყავი? ახალგაზრდ 17 წლამდე და 19 წლამდეში ვითამაში. და რაღაც პერიოდი 7 წელი ვიყავი, ოღონდ 2 წელი ვიყავი ნაკრებში და დანარჩენი თამაშობდი რა. და მაქედან მიმოგზაურე ძალიან ბევრ ქვეყანაში, 15 ქვეყანაში. ხო, არა, სპორტული ამბით რომ მიდიხარ, დრო გქონდა, რომ გეთვალიერები. არა, მაგრამ ნუ ის რაღაცა რა ის განსხვავება, წარმოგიდგენთ 15 ქვეყანა რო გაქვს ნანახი 17 წლის ასაკში ისეთია რა, ანუ მოვლილი გაქვს და ზოგ ქვეყანაში 4-ჯერ 5-ჯერ ჩავდიოდი და ეხლა მარტო ის არ იყო რომ წყალბურთი იყო, მე გასვლა იყო, ნახვა, მაგრამ ნუ მაინც ვერ შეედრება იმას რომ მე თავისუფლად. აქედან დაიწყო, ამიტომაც მე ვარ სურამიდან და თბილისში რომ მოვდიოდი ხოლმე სტუდენტობის დროს და ახლა თქვა სურამში ჩავალ და ჩამოვალ. აი სურამიდან თბილისამდე მანძილი არის მაქსიმუმ საათნახევარი. თუ ნელაია რა ტრანსპორტი. ამ საათნახევარში ჩემ ტელეფონზე შემოდის დაახლოებით 20 ზარი. დედა, მამა, მამი და სადახარ ამდენ ხანში მიყვალ როგორ ჩახვედი. თქვა უცხოეთში რომ ვარ სადაც კი ინტერნეტი დაიჭერს პირველ რიგში უნდა დაურეკო მშობლებს რომ ჩავედი კარგად ვარ. რას გეუბნებია შენი მშობლები, როდესაც ამდენს დადიხარ და დამოგზაურობ? ძალიან, ანუ ესე თქვა ძალიან ნერვიულობენ, უბრალოდ მიეჩვენენ რა, ანუ ეს უკვე 2 წელია მოგზაურობ თავიდან ბრაზილიიდან დავიწყე და ყველა ქვეყანაზე აქვს ის რომ აი აქ რაღა აქ და უარესში და უარეში მიდიხარ სირიაში რომ მივდიოდი. სირიაზე ჩვენ გადავირიეთ კიდე რა შობჟასიზამდე. ანუ ომი იყო ეხაც რა, იმი რომ წამოვედი, ერთი ამბავი იყო და მანამდეც. და ნუ რა თქმა უნდა ეს არის არეკო ისა, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ცოტა ისეთი ნერვიულობა აღარ არის როგორც თავიდან იყო. თავიდან უარზე იყო. იმ ფრაზას არ გეუბნებიან რომ დამირეკავდნენ ხოლმე სანამ შვილი მეყოლებოდა და მშობელი გავხდებოდი და აი კარგი რა რას ნერვიულობ, გახდები მშობელი და გაიგე, მაგას არ გეუბნებიან. კი, მეუბნებიან.
მეთქი არ ვინერვირებ ჩემშულზე არც მე აუ ეგრე მეგონა მეც რას ლაპარაკობ სკოლიდან 5 წუთი დააგვიარს ნენე სათხარ და ნენე რატო არ და მაგრამ გააჩნია მამას და დედას რა კიდე რა მამა სხვანაირად ნერვიულობს დედა სხვანაირად როგორ ნერვიულობს მამა მამა უფრო წყარათ რა გეტყვის ერთ-ორ სიტყვას გაიგებ არ გაიგებ შენ კარგად იყავი ანუ ესე ნუ რა თქმა უნდა მაგრამ ესე ნუ დედა უფრო ესე ინტენსიურად დარეკვები ისინი მოკითხებს სურათი სად ახარ რომელ ქალაქში და მე რაიმე როგორ არ ვიცი რომელ ქალაქში რაღაცა ხანდახან ისე მიწევს ხოლმე რომ ანუ ზუსტი ქალაქი არ ვიცი ხოლმე სადა ვარ და ეჩემა ამინდიც იცის სადაც მივდივარ აქ ესეა და შაიც მეთქი კაი ჩავალ ნახავ როგორი ამინდია ეგ გავახსენა მე მარიკა როგორ ქოთქოთებს ხოლმე დაუსან უფროსი მყავს 13 წელს ცოტა ხანია რაც უფლება მივეთით რომ მარტო მიაროს ჩვენ გარეშე იმიტომ ხა ტიპობს უკვე და დაურეკ და ანები ადამიანო თავი ბიჭებთან არის ხო არ დაუწყებ ყოველ შინაგანად ნერვიულობ კი არა გიჟი ვითვარ ხოლმე მით უმეტეს შებინდებული როა სად არის მაგრამ ხო ვთილობ რომ მეც ეგრე ქოთქოთი არ დავიწყო როგორი იყო мама გიგი სიმკაცრე იცოდა თუ ესეთი მშვიდი იყო ურთიერთობა როგორი ჰქონდა არა მშვიდი ეს ხო სულ კაი არა ესე მამასთან ძირითადად ესე უფრო წყნარად მშვიდად ყველაფერი და ესე კარგი ურთიერთობა ერთად სადმე გიმოგზაურიათ არ ვიცი ლაშქრობა პიკნიკი სათევზაოდ დავდიოდით ხოლმე რა ესე უფრო ძირითადად ბავშვობაში ხო ესე დიდად რო გითხრათ თავზეობა კარგად ვისწავლეთ თქო და გამომივიდა თქო ვერ მოგატყუებ იმიტომ რომ მე მარტო რომ მითევზავია ვეღარ დამიჭერია ვერაფერი მაგრამ მამასთან ერთად მაგრა ვიჭერდი მოყვებოდა ხო მოყვებოდა კარგად ხო ანუ არ ვიცი რა რას უყედებდა იქ რაღაც საჭოს ან რაღაც ადებდა იმას მაგრამ წყალბურთი ახსენე და ნუ ბუნებრივია წყალბურთი ცურვის გარეშე გამორიცხულია ცურვა ვინ გასწავლა მამამ ხო არა არა, მაგრამ მამას ინიციატივა იყო ერთ-ერთი რომ დამეწყო წყალბურთი, აი წყალბურთი ცურვა და ჯერ წყალბურთზე რომ შევედი ცურვის გამო დამბლოკეს, ანუ კარგად არ ვიცოდი. მე მეორეჯერაც მივედი და მეორეჯერ, ანუ ერთი წლის მერე მივედი, კიდე ცურვის გამო დამბლოკეს და მე კიდე რომ მივედი რაღაცა დროთა განმავლობაში 6 წელიწადში მე ვიყავი საქართველოს იმაში ნაკრებში ყველაზე სწრაფი მოცურავი. ეგრე დავტოვე ჩემი კარიერა რომ ან ყველაზე ესეთი იცი რა მაინტერესებს ფეხბურთელები ბუცებს კიდევენ ლურსმანზე კალათბურთელები ისა წყალბურთელები რას კიდევენ ლურსმანზე აი საცურაოს კოსტუმს ეგრე თამაშის მერე ჩვენ ორი გვაცვიან ზოგადად წყალბურთელები ქუდი და ტრუსი ხო ან ტრუსი და ეს ორი ცალი ის არის რა ერთი არის რომ არ გაგეხეს მეორე გააკ რა ანუ იმიტომ რომ მან ხშირი ის არის მან ჭუბი მიდის წყალქვეშ დაჭერა დამოჭერა მის მინახავს კადრები წყალქვეშ ფეხებით რო ხო ორი მაინც საჭიროა რა ეგ არ ვიცი სპორტზე ალაპარაკე სოღონდა არას წარმოვიდგენდი გიგიც თუ მოვიდო და სპორტსმენი ვარ და ერთი ისეთი სტუმარი უნდა ყავდეს ჰობი ჰორსინგს რომ ისდევდი რა არის იმაზე რაღაც სიტყვი მაინტერესებს ან ის რომ ყინულზე რო არა ქვია კიორლინგი არის ძალიან მაგარი სპორტი კიორლინგზე არა კიორლინგის იმხელა ტაქტიკა ჭირდება ერთხელ სპეციალურად დავჯექი და ვუყურე აი იმხელა ტაქტიკა იმ წრეში ისე უნდა დააყენო ის რგოლი ის მეორე რომ დაეჯახება არ უნდა გავიდეს და შენიც უნდა დარჩეს და ძალიან მნიშვნელოვანია იმას რომ ხეხავენ მე წრეში ბურთი მირჩევენ რა სიჩქარე წავლენ და ასე ეხლა ცხენების იმასაც ჩაუჯდება და შემდეგ გადაცემაში მოგიყვება არა მანდ ეგ არა შემანდარ არის შენი სფერო ბავშვობაში ათამაშები სულ მაგას ვამბობ ხოლმე გიგი რომ თანამედროვე ბავშვები ისე გაიტაცა ტელეფონმა რომ თამაშები ნუ ფეხბურთს ასე თუ ისე თამაშობენ მაგრამ წრეში ბურთი ხუთქაობანა გახსოვს ეგ თამაშები თამაშობდი ხოლმე მე დახუჭობანა დავალობა მაგაზე იგი იყო ჩემი ტოპი რა და ის ხელბურთი არა წრეში ბურთი წყალბურთელი რო ვიყავი გამომდიოდა ეს კარგი ძლიერი სროლა ხო დაუვიზნე თავშინე ეგ იყო ბავშვობის ისინი რა ქვია სულთან უწავეთ ბავშვობაში კიდე რაღაც ისურველი თამაშები რო კაი იყო ბავშვი ხო ბევრი სახელების გაფუჭებული ტელეფონი და რაღაცა გაფუჭებული და პაროლობანა ანუ არც მახსოვს ეხლა რომ თამაში როგორ იყო ეს სახელები მახსოვს ის არ გახსოვს ის იყო პატარა ხარ ჩვენზე ბევრი რამდენი წლის ხომ იგი 24
ხო, ჩვენთან შედარებით. ის იყო რა ქვია. ჩემი ოქროჩებთან გახსოვს ეგ. კი. ეხლა ეს უეჭველი არის ჩვენმა შვილებმა. ხო, დახუჭობა რა უეჭველი მახსოვს წრეში მოსვლა. ჩემი ოქროჩებთან მართლა არ იცოდი. კი. და ამასია თუ ათამაშე თელ ჩემი შვილების სამეგობრო ის რა ქვია. ვისი სული გსურს, აი მაგრა გაერთმე. მაგარი თამაშია, ნიშხანიშხა. და რაღაცს მახსოვს ეხლა რომ რომელი თამაშია. ნიშხანიშხა სურამში თბილისში ვიცოდი ვისი სული. თავიდან ვიწყედით ნიშხანიშხად, ვაო, სურამიდან შემოსული გადაიღეს თბილისში. რასლამარაკო, არ იცი რა შენ. მე სურამი იყო ქართულ ტრადიციული თამაშების სათავეებთან. სათავე მაგედა. სურამიდან ეგ თამაშები მოდის. კი, წეგან დასაწყისში ვეთქვი რომ საოცნებო საქმეს აკეთებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი სირთულე აქვს. სასიამოვნოსთან ერთად რთულიც არის. გეგრანებში მარტივი ჩანს. ხო, მარტივად ჩანს. აი რა სირთულეები შეგთხოვია ხოლმე თუ გაიხსენ. პირველ რიგში როგორც მოდი პროფესიონალურად რომ მიუდგეთ, ის რომ მოგზაურობ, კაი, მოგზაურობ ერთია. მე დაბრკოლებები რო გაქვს ცალკე ცხოვრებისეული და ის მეორე და მესამე ისაა რომ ჩადიხარ ის ქვეყანაში რომ არ იცი რა ხდება რა უნდა გადაიღო რა უნდა ქნა ანუ მან ბევრი რაღაც გიწევს აი ესე უცებ მოფიქრება რომ აი კაი რაზე შევქრათ კონტენტი რა გადავიღოთ რა იყოს თავარი აქცენტი ემოციურად კარგად უნდა იყოს განწყობილი რომ გადმოცე კარგი დაღლილი თუ ხარ ეგრევე ეთყობა ვიდეოს და ეხლა მქონდა ეგეთი მომენტი როდესაც 4 საათი ვიღებდი და შუაში გავწყვიტე გადაღება იმიტომ რომ ემოციურად ვიგზენი რომ რა დაღლილი ვიყავი ანუ იმიტომ რომ ორი თვე მოგზაურობ ვიღებ თან და ვერ გავქაჩი და ეგ ძალიან თვითშოვანი და ამავდროულად თან editing-ში ხარ ანუ თან ვიდეო უნდა დაიდოს ორ კვირაში ერთხელ ერთ კვირაში ერთხელ და ანუ თან მოგზაურობ თან მუშაობ თან Instagram-ი TikTok ანუ ბევრი რაღაც ისინია რა რასაც უნდა იფიქრო წინასწარ რა გადაიღო როგორც YouTube-იც ალკე მაქვს Instagram-ი TikTok-ი ანუ მოკლედ პროფესია, მაგრამ რახან მიყვარს ძალიან ისეთია სასიამოვნო, თუმცა დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი ბევრად სტრესული სამსახურია, ვიდრე რაღაც ჩაოლებრივი 9-5. თან ნათქვამი გავს ინტერვიუს რო ვუსმენე, დაგეგმო არ მიყვარს და 90% უფრო სპონტანურად ხდება. ხო, აი ეგ არის, რა ჩავდივარ, აი გააჩნია, მაგიტო აღარ ვგეგმავ, იმიტომ რომ რაღაც რო გეგმავ, ჩავდივარ ქვეყანაში და ანუ ისევ ანუ სხვა ადგილია, სხვა ხალხია, სხვანაირი კულტურა და ისაა და ამიტომაც ეგ მიყვარს რა რომ უცებ რაღაცა მოვიდეს თავისი დიდია. ცოტა ხნის წინ ყავდა არაჩვეულებრივი იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე. და ასეთი რამე გითხრა რომ ქართული სტუმართმოყვარეობა არის საოცარი, მოვლენაა უჩვეულებრივი. რავი, ძალიან ბევრ ქვეყანაში ხან ამ ყოფით და მაინტერესებს უცხოეთის სტუმართმოყვარეობა, აი დადებითი საჩექვხოდრია, უარყოფითი საჩექვხოდრია. ეგ ძალიან ისეთი კითხვა რა აი ყოველთვის ვამბობ რა ქვეყანაში რომ მიდიხარ შენი ერთი ჩასვლით და ერთი თვე გაჩერებით იქ ვერ მიხვდები რასთან გაქვს საქმე რა ანუ როგორი კულტურა აქვს როგორი ტრადიციები აქვს იმიტომ რომ შეიძლება შენ ჩახვიდე და ერთ რაღაც კონკრეტულ რაღაც ესე ვთქვათ bubbles სამეგობროს ან რაღაცა მაგათთან ერთად გაატარო და ისე კარგად დაგამახსოვრე ყველაფერი რომ გაგონოს რომ აი ძალიან საუკეთესოა ან კიდე შეიძლება ჩახვიდე და ვიღაც ისეთები შეგხვდნენ მაინც და მაინც შენ რაღაც ცუდად განწყობილი ხალხი ან რაღაც ისეთ ადგილას იყავი რა რომ აი რაღაც ვერ მიხვდი ხეთ კაი მაგალითი მაქვს ხეთ ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული ეს ლიბანიდან და ეგ თქვა რომ აი თბილისში რომ ვიყავიო ვერ ვიგზენიო ეს აი ხო ამბობენო სტუმართმასპინძლობა და ისე და მეთქი ვერ იგზნობდი რა თბილისში ხარ ახალგაზრდა ხალხთან ერთად ანუ ისე და დიდად ესე ვერ ვიგზენიო მაგრამ მე სოფელში რო ავედიო გავგიჟდიო რა ანუ აი ყაზბეგშიც რო ავედით იქაც რო ავედით ანუ გაგიჟდა იმიტომ რომ საერთოდ სადაც მივდიოდით ეგრე ყველა რო გეპატიჟებოდა თავისთან მოდი ესა და ამიტომაც ახლა ეგეთი ისა მაქვს რა რომ აი გააჩნია როგორ სად გამიმართებს ახლა მაგალითად აი პაკისტანი ხო ჩემი პირველი გამოცდილება იყო არაფერი არ ვიცოდი დიდად და ну ძალიან სტუმართმასპინძლებ მოყარები ყოფილან რაღაც თავისთან მიგიპატიჟებენ ან რაღაც საჭველებს რო ყიდიან ფუზაზე არ გათმევენ ვიღაცა გიხდის აი რაღაც ჩემთვის იყო ტაქსში ჩავჯექი არ გადამახტევინეს ფული აი ხო იცით აი არ ვიცი რა ეგ არის ძალიან ისეთი ინდივიდუალური გამოცდილებები ჩემი აზრით მაგრამ რა თქმა უნდა მაინც ხედავ რაღაც როგორი ხალხია მაინც რა იგრძნობა მაგრამ
ნუ ეხლა ჩემი გამოცდილებით საქართველოში ყველაზე კაი სტუმართმასპინძლობა აქ. ყველაზე ცუდი სად იყო რაც გახსენდება? მოდი კონტინენტს ვიტყვი. ალბათ ევროპა. ევროპაში მაინც რაღაც აი ძალიან განვითარებულებია, რაღაც აი მაინც სხვადასხვა ჩემ მეგობრები არიან ევროპიდან, აი ზოგი არის საფრანგეთიდან, ზოგი არის ესპანეთიდან და აი გააჩნია რა ვის ოჯახში ჩავედი, მაგრამ აი უმეტესად მაინც ისეთია რა, რაღაც განსხვავებული პრაგმატული ტიპები არის. რაღაც ხო, რა იცი შეიძლება ჩახვიდე და აი რაღაც ოჯახში ჩახვიდე, ხო, აი გამარჯობა რაღაცა ისე და ნუ შეიძლება ერთად არც ჩამოთ, ან არც დაждე რაღაც უფრაზე რა. ნუ ჩემთვის ძალიან ისეთია რომ აი ოჯახში ჩამოხვედი და ერთხელ მაინც ხო უნდა დავუჟე რაღაცა საერთო ვილაპარაკო რაღაცა, ხო? ხო და რაღაც გააჩნია რა ეგეთი ისა. გიგი მედალადოს გვაქვს საოცრად მწარე პოლონური გამოცდილება და მთელ პოლონეთზე დღემდე ვარ გაბრაზებული. აი რაღაცა ისეთი გა. შარშან იყო ხო რო ვიყავით? შარშან წინ კრაკოვში ჩავედით და ვალუტის ჯიხურში ფული უნდა დავახურდაო და იქ პოლონურად უწერია თორმე რომ ფულს რო ხელს მოგიდებ მორჩა იქ. უკანა აღარაფერი აღარ გიბრუნდა. 100 ევროზე მეტი მოგვატყუეს რომ გამოვიდა მე დაითვალა გაგიჟდა ეს შევიდა და დაურეკეთ პოლიციას ვაი აქ უწევი პოლონური არ ვიცით რო წერია. ხო. აი ოქ ჩვენ უგვიწერია ფული თუ ხელში აიღო მორჩა აღარ ვაბრუნებთ და 100 ევროზე მეტი პირველივე წუთებში რო ჩავედით. არა, ვაი. ხო, ანუ რა იყო ახლა დიდი გამოცდილება მოგზაურობის არ გქონდა, მანამდე ვიყავით სულ 2-3 ქვეყანაში ნაყოფი და არც ერთხელ არ შევკუთხვევი ასეთი რაღაცა და იმის მერე სადაც ყოფილი ვარ, სანამ გადავახურდავებ, ოფიციალურ კურსს ნახულობ, ნუ ოფიციალურ კურსთან დიდი სხვაობა როგორც წესი არ არის სავალუტოში, არის 2-3 თეთრი პირობით რო და ამათ 5 ლარამდე გქონდათ ამის სხვაობა და ну არა უშავს. თქვენ გქონდათ უკვე ფული? უკვე გაცვლილი იყო. იმას გქონდათ ეს და არა შანსი არა რა გქონდა პოლონურად რომ ხელაზე წერია ბიჭო არ ვიცი ეს პოლონური რატო უნდა ვიცოდეთ ხო? არა ეგეთი შემთხვევები რომ მაქვს ახლა თქვენ ფული მიეცით თორე ის რო არ მიგეცა იტყოდე რაც გინდა ისქენი აჰა და ხო რა თქმა უნდა მაგრამ უკვე წადი მიჩივლე აი ტაქსისტებმა რო იციან ხოლმე რო ატყუებენ რა ტურისტებს რა მანდ მაგ ეგეთი ყოველთვის რა მე ფული არ მიმიცია ჯერ მიმიყვანა არ გაძლევ რა მე ვფიქრობ ამდენი უნდა მოგცე თუ გინდა და თუ გიღირს პოლიციაში და არეკეთ მე გადავდივარ ხოლმე რა და შანსი არა ეხა იმან მომად იმიტომ რომ მე მატყუებენ იმიტომ რომ ისეთ ქვეყნებში დავდივარ აი ეგვიპტეში წლის ფული გამოგართო აი $5 მაგრამ $100 ვერ მეთქი აბა კარგად იყავი მეთქი გადავდივარ მანქანიდან ბუდაპეშტში ტაქსისტო მოგვატყუა გახსოვს? დიდად არა. 7 ევრო. ხო, იმან ცოტათი მოგვატყუა. მაგრამ იმაზე გული მწყდება ხოლმე და ბრაზდები კიდეც ქართველებს რო ლანძღავენ რომ აი აქ რო იციან, სხვაგან არ იციან, ევროპაში იციან და აზიაში იციან და პინგვინებმა შეიძლება მოგვატყუა მიკროჩა. აუ აქაც საქართველოში ძალიან ცუდად იმეშვებიან მაგრამ სხვათა შორის აი პოლონური გამოცდილების მერე დავაკვირდით ჩვენთან და ძალიან ბევრ სავალუტო ჯიხურს აქვს ანალოგიური. სხვა კურსი უწერია ხოლმე. და აი ძალიან დიდი სხვაობაა რო აცდენილი როა. რას ვიზამთ? უშნოები ყველგან არიან, მაგრამ ზოგადად ეხა იმ ერთი იმით მაშინ კი ძალიან გაუბრალეთ, მაგრამ მთელი პოლონეთი ეხა დარწმუნებული ვარ, ეგეთი ტიპები არ არიან, რომ თავარია გაგატყავენ. საქართველოში ჩამოვიდა ეს ჩემი მეგობარი, ტაქსით მოვიდა იქიდან აეროპორტიდან სახლამდე, იმაში რა ქვია, თავისუფლებაზე 80 ლარი გამოვარდა. აი მოვადა და ისე რა მოვატყუა რა 80 ლარი კი 30 ლარი იყო მაქსიმუმ. არ მახსოვს Facebook-ს მხოლოდ სათაური წავიკითხე, აღარ გამიხსნია, მაგრამ რაღაც ესეთი ეწერათ, რომ შავ ზღვას ბათუმში უნდა ჩაეყვანა, ტაქსით შეუთანხმდა. თბილისის ზღვაზე აიყვანა. ხო, ის. ხო, ეგეთ მაიმუნობებს უშვებიანი ხო, ვერ გავიცით. ანუ არსებობენ ეგეთი, ყველგან არის ეგეთები. რამდენი ატარა რომ ის დრო ეგონა იმ ტურისტს რო ყარა თემქაზე. ბათუმში ხადავარ. ნახო ისიც რა რაღაც რა კაია სხვა ჰაერი გიგი ძალიან დელიკატურად ვიპასუხე პრინციპში ამ კითხვაზე ხო ნუ ვინ არის უფრო ცუდი გამოცდილება სათქონდა მაგრამ თუ მიგიწევია ყურადღება არ ვიცი რაღაც ოჯახური მამაშულური ტრადიციები რაღაც თუ შეგიძლია გაიხსენო რომელ ქვეყანაში იყო რაღაც განსაკუთრებული თუნდაც ოჯახური და კაი მამაშულური თუ არა ოჯახური ერთ ვიდეოში მახსოვს სადაც ოჯახში ხარ სტუმრად მე მგონი ზუსტად სირია იყო სირიაში ვიყავ სტუმრად, ხო? ეგ ქრისტიანული ოჯახი იყო და ისეთი მე დიდად არაფერი არ გვესმოდა ესე რას ლაპარაკობდნენ, რას ამბობდნენ, მაგრამ მან ძალიან ანუ სტუმართმასწავლებლები ძალიან არიან სხვათა შორის სირია, ლიბანი, აი ეგეთი რაღაც არაბული ქვეყნები რა ძალიან იორდანიაც ძალიან ისეთი კაი ქვეყანა მაგ ხრივ რა. ყველა სტუმართმასწავლელია და ყველა სულ ყვარს და
ნაუ აი დაიც სად იყო ინდოეთში იყო ერთ-ერთი ოჯახი ნუ ესეთი ძალიან პატარა ადგილას ცხოვრობდნენ რა ესეთი ალბათ აი ორი ის მაგიდა რო დადო აი იყო მთელი მაგათი სახლი და ნუ ოჯახი როგორი ტრადიცია ქონდათ რა ანუ ოჯახშვილი რო გაუჩნდებოდათ ზემოდან აშენდნენ ერთ სართულს ან წარმოგიდგენთ ეს პატარა ხო არის 4 პატარა და მამამისი ცხოვრობდა ზემოთ ფიცრული ალბათ რა ხო რაღაცა აი ძალიან მამამისი ცხოვრობდა ზემოთ თავის იმასთან და თავის ძმა ცხოვრობდა ზევით და ჩემი შვილი რო გააჩნდება ანუ პირველი ვისაც გაჩნდება იმის ზემით ოღონდ აი როგორია იცი აი უკვე რო იქ ზემოთ რო ყანყალებს რაღაცა ეგრე ჩვენ ერთი სახლი ქონდა ადრეო და ჩამოიშალავდა კიდე კაც ჩვენ სახლში არ ვიყავით რაღაცა და ეს წარმოვიდგინე ეს 4 კაცი ცხოვრობდა თვითონ თავის ცოლი, 2 შვილი აი ამ ხევა ადგილზე და ეგრე ცხოვრობდნენ ზემოთ და ეგრე ცხოვრობდნენ ზემოთ რა კარები რაღაც არ იყო რა ეს ძალიან ისეთი და რაღაც აი ოჯახური ძალიან ეთყობოდა მაინც იგზნობოდა რომ სიყვარული იყო და ხო ანუ კი ანუ სადაც მე რატომ წავიდე სხვაგანო რა ანუ მამაჩემ თუ აქ მეცა წავიდე ეგ ის იყო რა გახსოვს ინდოეთზე არ უნხათრიმ რომ მოგიყვა ძალიან დიდი პატივისცემა და რიდი აქვს დღემდე მამის. რაც არ უნდა მიღწევა გქონდეს წარმატებული იყო, ასაკში იყო, თუ მამა არის ოჯახში, მამა წყვეტს მაინც ყველაფერს. ანუ ახლა მე რამხელაც არ უნდა ვიყო ასაკითო, თუ მამა არის, მამას ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა. მამ კაცის ისა რა. ხო, უფროსი კაცი, ანუ ბაბუა თუ იქნებაო, გახსოვს ეგეცა თქვა. ამ შემთხვევაში ის იქნება გადამწყვეტი. ხა ეგ თავის ოჯახში, მასე ჩვენთანაც. კი, როგორ არ არის, ბევრ ქართულ ოჯახშია მსგავსი, როდესაც უფროსი ასაკით უფროსია, ბოლოს იტყვის პატრონი. ეხა სურამში რო ჩახვალ და გოგი რო იტყვის რაღაცას, შენ იტყვა არა მამიჯან ახო. ხო, ნუ ემორჩილებით ეხა. გინდა არ გინდა? ხო რა, უფროსის პატივისცემა არ გვეშლება, მოკლედ არც ქართველებს. მიშო და ესა გიგი ორივეს მინდა გითხრათ რომ ახლა შენ ძალიან ბევრს გვამოგზაურებ შენი კონტენტი ასე თქვა და ჩვენ რაღაცა საინტერესო ამბები მოვიძიეთ რომელიც უშუალოდ მამაშვილობას ეხება და სიტყვიერად გვამოგზაუროთ მოდი ჩვენი მაყურებელი სხვადასხვა ქვეყანაში და დავიწყებ ესე იგი ჩინეთში ქონიათ საოცარი ტრადიცია რომელსაც მამაშვილის გაცნობას ეძახიან და არის რა როდესაც გაიგებდა ოჯახი რომ ქალი იყო ორსულად მამა დაჯდებოდა და ცოლს ეფერებოდა მუცეზე და პარალელურად იწყებდა შვილთან საუბარს. და ამის გაგრძელება იყო ძალიან საინტერესო. თუ ბავშვი დაიბადებოდა, ესე იგი ბავშვს მოეწონა მამასთან დიალოგი და მამის საუბარი. მაგრამ თუ მოხდებოდა ისე რომ მუცლის მოშლა იქნებოდა ან რაღაცა, იღებდნენ იმას, როგორც რომ ბავშვმა პროტესტი გამოხატა ამ ფორმით და აღარ გაჩნდა, იმიტომ რომ არ მოეწონა მამასთან საუბარი. ძალიან საინტერესო ტრადიციაა და ნეტად თუ დღემდე არსებობს. კაცი რო დაბარაკულია, რომ ეს კაცი არ ვარ შვილებთან ლაპარაკი არის ის მუსლიმთან. ხო, რაღაც ეგეთი. მას თუ ვერ ელაპარაკა, მეორეს დაელაპარაკება ეს და ხო, ეგ ძველი ჩინური ტრადიციაა. ძველი ჩინური ტრადიცია, მაგრამ საინტერესო ტრადიციაა. აი, ჩინელი სტუმარი რო გვეყოლება, ეგ გაუცილებლად გითხოთ. ეცოდინება თვითონ. მაგრამ ჩინეთში იმხელა და იმდენი ტრადიცია აქვს ჩინეთში. ძალიან ძველია და მაშინ ხა ევროპაში წავედით. ჩინეთში ხარ ნაყოფი გიგი? არა, მაგრამ ვაპირებ ძალიან დიდ მოგზაურობას ჩინეთამდე. არ დავასპოილერებ. გადავფრინდეთ იქა, გერმანიაში. და ესეთი ტრადიცია ქონიათ, რომელსაც ქვია პოლტერაბენდ. და ოჯახის შექმნას უკავშირდება. სანამ ქორწილი გაიმართება წინა დღეებში, მთელი სანათესაო გოგოსიც და სიძე პატარძლის იკრიბებაო და მთელი სანათესაო დგას და ამტვრევს თეფშებს. ოღონდ იცინია მხიარულების ამბავია და ამითიო ერთი რაც ვერსია წავიკითხეთ. ერთი ვერსიით ბოროტ სულებს, ესეც ძალიან ძველი ტრადიცია. ბოროტ სულებს რას უშვებიანო? აფრთხობენო. და მეორე ყველაზე ისეთი რაც არის უფრო საინტერესო, ამითი დასაოჯახებლებს ახალგაზრდა წყვილს ეუბნებიან, რომ ცხოვრება ყოველთვის დაალაგებული არ იქნება. შეიძლება რაღაცები დაიმტვრეს, მაგრამ სიყვარული და ერთად ყოფნით ყველაფერს გამომკლავდებით და ეს ტრადიციაც ძალიან მომეწონა. ჩვენთანაც ხო რაღაც მსგავს ახალდაქორწინებულს თეფს უდევენ და ამტვრევინებენ სახში. ჩვენ ხო. იგი საბერძნეთშიც აქვს ეგეთი ტრადიცია, ეგ იმისი რა. თეფშების მტვრევის. უი არ ვიცი. აი ესე ოღონდ არ ვიცი ესე ამტვრევენ რაღაც. ოღონდ ქორწილის დღეს. მე როგორც ვიცი. ქორწილის დღეს აქვს ის. ლადო მე მყავდა ქურთი მეზობლები რა. ხო და რა როგორი ტრადიცია ქონათ იცი რა მახსოვს? სადარბაზოში შეყავდათ პატარძალი, ზემოდან ვაშლები ესროლეს და. ნეტარას ნიშნა. აღარ მახსოვს რა.
და ვიცი მაყურებელს თუ ახსოვს რაღაც ეგეთი თავში სროლა იციან მოკლედ რა რაღაცა ეგეთი უცნაური ამბავი აქვთ. კაი, გერმანიიდან იქვე გადავიდეთ ჰოლანდიაში, უпростоრად ნიდერლანდებში, ვერ დავიმა, ვერ მივეჩვიე რომ ჰოლანდიას ნიდერლანდები დაუძახო. დაუძახე რაც კი. ამსტერდამი დაუძახე უბრალოდ იმდენად. მაგათ ხონიათ სინტერკლასი, რაც ნიდერლანდურ ენაზე ნიშნავს თოვლის ბაბუას, მაგრამ აი ტრადიციასაც ეძახიან რაღაც საოჯახო ტრადიცია, საოჯახო ტრადიციების ფესტივალი, რომელიც ზამთარში იმართება და თურმე გულისხმობს რა სანათესავი იკრიბება, ქუდში ყრიან სახელებს. ქუდიდან უნდა მოიღო ვიღაცის სახელი და ვისი სახელით შეხვდება იმაზე უნდა დაწერო ლექსი. მერე მიდის ლექსების შეჯიბრი და საუკეთესო ლექსში საუკეთესო ლექსს ვინ დაწერს არის გამარჯვებული და მიდის მთელი ხორხოცი დროს ტარება, ნუ ბუნებრივი ახლა ლუდი არ დაეწუნებათ ჰოლანდიელებს თუ ნიდერლანდელებს ვინც არიან და მიდის მაგარი დროს ტარება სინტერკლასზე და ძალიან დიდი როლი აქვს აქ ამ შემთხვევაში მამას იმის. ეს ეხლაც არის ეგ ტრადიცია. მე მგონი ეხლაც არის. ეხლაც არის ეგ ძალიან ძველი არ არის ხო როგორც ნახეთ ის ცოტა ხანი გატარებაც კი ნათესავებთან და საყვარელ ადამიანებთან იმხელა ენერგიას და მოხს გვაძლევს რომ ძალიან მაგარია ესეთი შეკრებები რა ძალიან მაგარია. ის საქართველოს თვალსაჩინო ესე დიდად არა გვაქვს რაღაც სპეციალი რაღაც მაგალითად ეხლა რა იტალიაში ცხოვრობდი ადრე და ნუ აი აღდგომა რომ მოდიოდა ოღონდ აი შანსი არ იყო რომ ოჯახის რომელიმე წევრი არ ყოფილიყო რა შეკრებაზე რა აი ყველა მეგობარი ვინც ყავდა ყველა მიდიოდა ოჯახებში რა და იმხელა ოჯახი იყო რომ აი ოღონდ რაღაცა ისე იყო რომ მე ვიყავი ერთ-ერთი მეგობარი მყავდა ადრე და იქ მაგის ოჯახში ვიყავი 2 წელი და მოკლედ ერთი 20 ადამიანი წარმოიდგინე 20-25 ადამიანი ყველა აი საოჯახში ვინც არის საერთოდ და ბევრი ბავშვები და ის იყო და წარმომიდგენი ხე მეთქი საქართველოში ამდენი ბავშვი და ის ხო იქნება წიოკი ყვირილი კი მეთქი და იქ როგორი შვიდად იყვნენ ყველა მეთქი რა ხდება ბავშვები ამდენი კაცი 25 კაცი რო შეყარო ეხა თან ერთი 8 ბავშვით ალბათ რა ვიცი კარჯოს უბრაზე ჯუზეპე ბაბუას მონაგარი. აუ ეს ხომ მიყვარს ძალიან. არა ხო და იქ კიდე ნახე რა ტრადიცია, როგორი ტრადიცია კი სვავენ, მაგრამ ცოტა ისე სვავენ რა, რაღაც აი მოწრუპასავით რა და მე თამაშები არის რა, ძალიან ბევრი თამაშები ქონდათ რაღაც კარტით იმით და თელ ოჯახს რა. და მაგრამ იტალიაში ძალიან ისაა და ყველაზე საინტერესო რაც აღმოაჩინე სამხრეთ იტალიაში ესეთი ტრადიცია აქვს ახალ წელზე აქვს იმას ოღონდ ფლავს აკეთებენ. ანუ ფლავი პირველად გავიგე ესე სხოჩი ოღონდ არის ეს ფოჯაა რა რაღაც პატარა რეგიონია რა და რაღაც შემთხვევით აქეთ იყო ეს გოგო და ანუ რო გასინჯა ეს არის რომ რაღაც სახელი თქვა რა და მე ინგრედიენტები რო შევადარეთ იგივე ინგრედიენტებით აკეთებენ ფლავს ჩვენ რასაც ვაკეთებთ იქ და ეგ ძალიან ისეთია რომ სოფლიოში ფლავს ესე ძალიან ისე აკეთებენ იგივე ინგრედიენტებით ჰა? ხო, მაგრამ იქ სხვანაირი ის არის ინგრედიენტები, რასაც უშვებიან. ხო, და იმეთი ჩვენნაირი იყო ზუსტად და ძალიან ისეთი კიბე ყველაფერი. მე პირადად მხოლოდ ფილმებიდან შემიძლია ამ დასკვნის გამოტანა. საშობაოდ ძალიან ოჯახურის, შობაც ოჯახურისა ესაცაული რა. ევროპაშიც, ამერიკაშიც, ყოველ შემთხვევაში ფილმებში როგორ ჩანს. არა, ეგრეა. არა, მე რაც ნანახი ამერიკაში. შობაც და ქრისტიანულ ქვეყნებში ალბათ აღდგომაც. ხო, აღდგომა კი, აღდგომა ძალიან. აღდგომა პირი უფრო ისაა რა და შობაც. ანუ აი გორი ის აქვს, რომ ყველა ოჯახის წევრი ის არის რა. მიშო გამოგზაურებ კიდე სადმე თუ ტრინიდადი და ტობაგოც ხომ არ დაგილაშქრავს შემთხვევით. და იქაც პრინციპში ხა ევროპელების მსგავსი ის არის, წელიწადში რაღაც ერთხელ თურმე მთელ ქვეყანაში აქვს ეგეთი ის ბებიებთან, ბაბუებთან, უფროს თაობასთან მოკლედ ახალგაზრდები მიდიან. და მთელი მუღამი ის არის რომ მე შეკრებილის სანათესავ მიდის ტყეში სალაშქროთ. იქ დიდ კოცონს ანთებენო. საგვარეულო დიდი ბაბუებების ამბებს უყვებიან და ეს იატარებენ მთელ ღამეს და ესეც ძალიან მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ რა. ეხლა წარმოიდგინე კოცონთან რა მაგარია როზი ხარ და საშიში ისტორიებს რო ისმენა საინტერესო. ძალიან კაი იქნება. გიგი, ოჯახი ყველა ქვეყანაში ძვირფასია, მოკლედ იმის თქვა გვინდოდა და გიგიმაც მოგვაშველა ძალიან კარგი ისტორიები. გიგი, დასაწყისში ვთქვით, რომ ჩვენი მეგობარი არის დუგლაძეების ღვინის კომპანია და მინდა კითხო, სანამ ამ რუბრიკაზე, ან ღვინის რუბრიკა გვაქვს ჩვენი მეგობრების საპატივსაცემად, სანამ ამ რუბრიკაზე გადავალთ, ბევრი ღვინო გიქნება გასინჯული. აჰა, ასე თუ ის. ხო, ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის მოგეწონა? საქართველოს მერე. ანუ ეგ თავისთავად, ეგ აღარც თავს, იმიტომ რომ იგულისხმება. არ ვიცი, მე ხე სიმართლე გითხრა იტალიაში გამისინჯავს ძალიან ბევრი ღვინო რა. სხვა იქ ცხოვრობდი 3 წელი და
იმდენი ღვინო დავაგემოვნე და ისეთები გავსინჯე ზოგი რომ ძალიან მომეწონა რა და ეხა ალბათ მაინც იტალიაზე წავიდოდი, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში რაც გავსინჯე, იმ იტალიური გემოს მაინც მქონდა რა და ის მაინც მახსოვდა, ისეთი გემო ქონდა რა, ისეთი გემო დამიტოვა. ანუ იტალიური. საჩუქარზე გადაირევა, ეგეც მოეწონება დარწმუნებული. რუბრიკის მერე გადავიდეთ საჩუქარზე. არა. ქართული ღვინოც საერთოდ მე იქ სად ვიყავით? რაჭაში რომ ვიყავით ეხა რა 4 თვის წინ რაღაც ახალი ჩამოსხული ის იყო ღვინო და გადამავიწყა ის იტალიური ისეთი ძალიან მაგარი ისეთი საოცარი ღვინო გვაქვს რაც მართლა ცოტა ხნის წინ გერმანიაში ვიყავით და იტალიურ სამზარეულოში დაგვპატიჟეს და ნუ ღვინოც მოიტანეს და რო გაიგეს ქართველები ვიყავით თვითონ მიმტანება გვითხრეს რომ თლად ქართული ღვინო არ არის მაგრამ ესეც კარგიაო და იმდენად სასიამოვნო იყო შეიძლება იმათ რომ გვითხრეს უბრალოდ პატივი გქცეს და გაგვახარეს მაგრამ ძალიან კარგი ჟესტი იყო მაგრამ ვთვლი რომ რაც თქვენს პატივისაცემად არ ვთქვათ თქვენს მართლა კი იმიტომ რომ რამდენჯერაც ჩამიტანია ქართული ღვინო იტალიაში აი ვისაც არ მივეცი აი რა ეგრევე დავლიეთ ბობოთლიო რა ზოგადად ერთ ჭიქას ვამენა რაღაცა და ანუ აი ისე მოგვიწონაო და რაღაცა რაც ჩვენია ჩვენი ხო აი გაგიჟებულები იყვნენ და ამ ჩვენ რუბრიკაში საინტერესო ფაქტები გქონს ღვინის შესახებ გამოუშვი ბრძანეთ დავიწყო ესე იგი ყველას მთელ სოფლიო სამწუხაროდ უფრო მეტად იციან დიონისე როგორც ღვინის ღმერთი და ქართველებმაც მათ შორის ხო ქართველებმაც მათ შორის და ჩვენს ყავდა ღვინის ღმერთი რომელსაც ერქვა აგუნა პატივცემული აგუნა როგორც ჩანს კარგი ღმერთი იყო იმიტომ რომ ისეთი მაგარი ღვინოები გვაქვს ხო და აგუნა საპატივსაცემოდ თურმე ცხვებოდა ვაზის რქის ან მტევნის ფორმის პური რომელსაც მერე ტრადიციულად მიირთმევდნენ რაღაც კერძებში იყენებდნენ კვერები უბრალოდ ასე რაღაც კვერები ყველა კუთხეში ქონდა სხვადასხვა სახელი. რაჭა ლეჩხუმში ერქვა ანგურა, გურიაში ერქვა აგუნას პური და სამეგრელოში საერთოდ სხვანაირი სახელი ქონდა, ბგერობრივადაც რო არ ემთხვეოდა, ჯუჯელია ერქვა თურმე აგუნას. აგუნას კვერებს. გული მწყდება ხოლმე სიმართლე რო გითხრათ, ეხლა ჩვენ რუბრიკას ცოტათი რო გადავხიოთ, ქართული მითოლოგია იმდენად დიდარია, იმდენად მაგარია, რომ აი დიონისე იცის მათ შორის ჩვენებას. აგუნა არ იციან პრაქტიკულად და აი სვანური და მეგრულია განსაკუთრებით ძალიან მაგარი. და თუ გახსოვთ, თუ იცით ეგ ამბავი, ქალთევზას ანალოგიც კი არის მეგრულ მითოლოგიაში რა. ხო და აი ძალიან მინდა რაღაცნაირად ამასაც მე ნელა გაუწიოთ პოპულარიზაცია. მე გავაკეთოთ ვიშო მამების დროს რო ძალიან პიკში ავიყვათ მითოლოგიის და გავაკეთოთ. ვარა, მართლა გულდასაწყვეტია. კარი, მაგრამ არა უშავს. გეთახმებით. გამოსწორებადია ყველაფერი. ღვინოზე ფაქტს რაც შეეხება, თურმე ხა კაცები გაგვიბრაზდებიან, ქართველი კაცები. მაგრამ დეგუსტატორი თურმე გაცილებით უკეთესი შედეგების მომტანია, ქალი დეგუსტატორი ბევრად მაგარია მოკლედ რაღაც თავისებურებებიდან, აგებულებებიდან და რაღაცებიდან გამომდინარე. პროცეს რეცეპტორები გაძლიერებული აქვს და კი, ჩემო. ხო, აი, გადავედით შეფასებებზე და სომელიე ყველამ ვიცით, ვინც არის ეს დეგუსტატორი, რომელიც ადამიანი, რომელიც ესე იგი სპეციალურ ნიადაგს არჩევს, სადაც დარგო ვაზირო, იქიდან ამოსულს სხვა გემოს ყურძენი კონდეს, რომელიც მე შესაბამისად არაჩვეულებრივ ღვინოს მოგცემს და კონდეს შესაბამისი ყნოსვა, რომ იმ გარემო კლიმატი შეისწავლოს, ეგეთ ადამიანს ქვია თურმე ენოლოგი. ღვინოზე კიდე რაც მინდა ვთქვა, და მე კორონამდე ყოველ წელს წურავდი და განსაკუთრებით მიყვარს გიგი პროცესი, ის დაწურის პროცესი. ჩართული მქონდა ხოლმე ის შენ ხარ ვენახი და ვასმენელი რა არ ვიცი რატოგაც მჯერა რომ ესმის ყურძენს და სითხეს და როცა ურევდი ხოლმე ველაპარაკებოდი ყოველთვის რაღაც დადებიცე და ყოველთვის ვეფერებოდი და ხო კაი ღვინო გამომდიოდა მე აქედაც გელაპარაკებოდი რომ დათრებოდი ხოლმე ხო ცუდი ხონდა შენ ღვინოს რომ იმდენად კარგი იყო მალე ისმეოდა კარგი ღვინო ახსენეთ და კარგი ღვინოს უყვარს კარგი წარმოჩინება ხოლმე აგერ ჩვენი მეგობრებისგან დუგლაძეების ღვინის კომპანიისგან ქისი ქვევრის ქისი აი ძალიან გემრიელი ღვინოა აი მართლა ძალიან მიყვარს ღვინო და ეს ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ხო იმ კოლობს იქ რატო იტოვებ ხოლმე ჩადიხარ ხო აქ ჩავდებ აი აქ ასეც ჩუქრა აი ეს შენ და აგერ დაგიდგამ გვერდით თორე მე არა ვარ ღვინოსთან სანდოკაცი შეიძლება ხო შეიძლება გავიტაცო შვენიერი მადლობა უღრესი
სოფლიოს თავი დავანებოთ. საქართველოშიც მოვლილი გექნება ალბათ ჩვენი არმარე და რომელს გამოარჩევდი? რომელია შენთვის? აი რომ დამში პირველი მოვიდა თუშეთი რა. ხო, აი თუშეთი არ ვიცი. აი ასე სირიალის აი რაღაც სხვა არის რა. აი სვანეთში ვარ ბევრჯერ ნამყოფი კიდე, მაგრამ სვანეთი რომ მარტივი მისასვლელია, უფრო სხვანაირი განვითარებულია მაინც რა რაღაც აი სასტუმროები აი სპარი აი თუშეთში ძირითადად ეხა ცოტა უფრო ღრმა სოფლებში რო შედიხარ ეს მაღაზია არ არის საერთოდ რა რაღაც აი ოჯახიდან რომ უნდა იყიდო და რაღაც ხო რა რომ მოგინდეს კოკო რაღაცა ეგრე არ არის რა ეს ყველგან ბენზინი რო გინდა ჩაასხა არ არის და ეგ არის ანუ მაგას ხდის ძალიან მაგარს რა რაღაც რომ არა გაქვს ეგ რაღაც ცივილიზაციას მოწყვეტილი ხარ. ხო, ინტერნეტიც ძირითადად ძალიან ცოტა ადგილზეა და ანუ ინტერნეტიც არა გაქვს და ცხენებით გადადიხარ და ცოტა მანქანებია და რავი, ან მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ გიგის ფავორიტი თუშეთი. შენი რადო? ჩემი სურამი. რატაი რა კითხვას მის? მოსვლიდან 2 წუთი და ეგრევე სურამი, რაღაც ეგრე ჩააკვე. აი როგორც ღვინოზე იყო ქართული ბუნებრივია, სურამი ბუნებრივია, მაგრამ დანარჩენი. საქართველოში? დიახ, ხო. სამწუხაროდ ისევ ჩემ მინუს ვიტყვი რომ ბევრგან არ ვარ ნამყოფი, ძალიან ბევრი ადგილი მაქვს სანახავი, მაგრამ რაც მინახავს ალბათ უშკული. აი შოკი იყო, თან აღდგომას ვიყავი ლამარიას მონასტერში. და აი არ ვიცი როგორ დაემთხვა მართლა ზუსტად 12 საათი რო გახდა და ტაძრიდან გამოვედით ის ლიტანია უდაწყობილიყო ბარდნა დაიწყო როგორ იცი აი მუშტის ხელა თოვლი მოდიოდა აუ არანორმალური სილამაზე იყო ეი მაგით მეც საფრთხევანდი მაგრამ ჩემი ფავორიტი რო თქვა რატომღაც არ ვიცი ზემოაჭარა რა რატო და სასწაული იყო ზემოაჭარა არ ველოდი რო იყავ პირველ ხელში ხო რა თქია ეს აჭარა რაღაც სასწაული იყო თან ხალხიც ისეთი შეხვდა როგორ იყო იცი იგი რომ მივდიოდით ძალიან მაღლა რომ მივდიოდით ბავშვებს გავლა მოუნდათ გავუჩერე მანქანა და ორმა მანქანამ გაგვიარა სულ და ორივემ გაგვიჩერა და თავიანთ საოცარ კილოზე გითხეს რამე ხო არ გიჭირთო და ისე მაგრად სადღაც მიკარგულში ვარ კაციშვილი არა გაგვიჩერა გაჩერებულები რატო ხომ შვიდობა ხარ გაგვთო და აი ძალიან მაგარი იყო ეგ შეიძლება ეგ ემოციაც არის და იმიტომ აქვს აჭარის მიმართ ეგეთ დამოკიდებულება ხო ეგეც ისა მაგრამ ძალიან ლამაზია ზემოაჭარა ღვინისა და ბუნების გარდა ქართულებს გვაქვს არაჩვეულებრივი გამოთქმები და ერთ-ერთი ასეთი არაჩვეულებრივი გამოთქმა სადაც ჩახვალ იქაური ქუდი დაიხურეო. რომელი ქუდი მოგეწონა ყველაზე მეტად? ეს მაინც იგივე კითხვა გამოდის. ხო, მაგრამ ეხლა უკვე სოფლიოს მოვედეთ. ხო, დადებით კონტექსტში. ხო. მე მომწონს უფრო აი სამხრეთ ამერიკის ქვეყნები რა. აი ლათინოები და ისი ტემპერამენტიანი ცოცხალი ტიპები. ხო, რაღაც აი საჩემო ხალხი, ეხლა რომ ვიცხოვრებ თქო იქ შეიძლება მოგატყუა ესე რომ გითხრა, იმიტომ რომ თლად უსაფრთხოება ეგეც არ არის რომ აი ჩემი ოჯახით და ის ყველაფრით, მაგრამ აი როგორც ეხლა რო ვარ, როგორც ვარ, აი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აი ხალხი ისეთია რომ ან კაც აი ყველა გესალმება, ყველა ისა, ყველა გახარებულია, ერთადერთი რაზეც ფიქრობენ საღამოს ლუბდალიონ, ანუ ან რაღაცა საცეკვაო სიმღერა ჩაურთე და ადგებიანი ცეკვებენ, ანუ ძალიან მაგარი ხალხია მაგ ხრივ რა, ეხლა რომ შეადარო აზიას და ევროპას, მაინც ეხლა ევროპაში ცოტა აი მაინც ისინი არიან რაღაც აი შორს რაღაცა აი მეგობრულები არ არიან ეგრე რა, ესე რომ მიხვიდე უბრალოდ ადამიანებთან გამოელაპარაკო, აი მაინც დისტანციას იჭერენ და სამხრეთ ამერიკაში არა დისტანცია გადაყვებიან თავს არა. აუ მაგარია და ეგ ხალხის ხრივ გიგიდა ის ბუნება და ემოციები აზია რა ალბათ აზიაში ხა მე ფილიპინები მომეწონა ძალიან მაგარია რა ესე ბუნების ხრივ აი მარტო ცალკე ბუნება რო აიღო და ინფრასტრუქტურას რო არ შეეხო არ ვიცი, აი 64-ში მეგონა თავი ისეთი ლამაზია მანდაც ცოტა ტაილანდშიც. იაპონიას საერთოდ სხვა არის რაღაცა ის 64-ია იმ ხრივ რომ სიწყნარე სიმშვიდე, აი სოფლები რა, ეგ იაპონია. ხო, ჩვენ ვართ გეოგრაფიის გაკვეთილზე. სიამოვნებით თუ. იაპონია იყო რაღაც სასწაული, იმიტომ რომ წარმოვიდგინე ძალიან მოწესრიგებული, აი სოფლებს გეუბნები რა, ძალიან მოწესრიგებული, ცოტა მანქანები. სიმშვიდეა როგორია, აი რავი რა, ძალიან. და ყველაფერი აი მართლა ლამაზი, სუფთა, ისეთი. პრობლემა ძალიან სიწყნარე იყო ჩემთვის რა.
ფიქრობდი რომ რა კაია თქო, მაგრამ 1-2 დღის მე ამდენის არ ასეთიც არ შეიძლება, ასეც არ შეიძლება. ცოტა იხმაურე. ხურად სიმღერა რო ჩართო ხმამაღლა შეიძლება გაიგოს იქით 4 კილომეტრში იმხელა ისეთი სიჩუმეა რა და მაგრამ ძალიან კაი ისეთია რა საინტერესო ადგილია. კი, ამდენი ემოცია გავს განსწილი გიჟური ემოციები და საოცარი ემოციები. არ ფიქრობ, არ ვიცი ოდესმე, ჯერ კი ისეთ ასაკში ხარ ადრეა. არ ვიცი მემუარები წიგნი რაღაც ხო არ გიფიქრია მაგრამ კი წიგნს ვაპირებ. არის გეგმა, კი. არის გეგმა, შეგვიძლია თუ ეგ მანამდეც იყო, მანამ მოგზაურობას დავიწყებდი. შთაბეჭდილებები თუ რა ტიპის წიგნი იქნება? ალბათ უფრო აი სამოტივაციო რაღაც ისეთი რაც პრაქტიკაში შეგიძლია გამოიყენო რა როგორ ესე ვთქვათ როგორ დააღწიო თავი იმ მატრიქსს ესე ვთქვათ. რა მაგარია? და მე თავიდან როგორც ვიდეო და ანუ უბრალოდ ეს დაწერა ერთია და დროც ერთია უბრალოდ როგორც მინდოდა ის იყო რომ აი მართლა როდესაც არაფერს ანუ ეხა კი იუთუბერი გავხდი მაგრამ მანამდე უბრალოდ ხომეც მუშაობდი უბრალოდ სამსახური მქონდა უბრალოდ ისე და მაქედან დავიწყე ჩემ YouTube არხს ალდრე ინგლისურს ერქვა Take Action with George ანუ იმოქმედე ჩემთან ერთად რაღაც და მან YouTube-ზე ვთქვი რომ აი განახებთ როგორ შეიძლება თავისუფალი გახდე და დააღწიო თავი იმ რუტინას რა და რაღაც აი ვანახებდი ხალხს 3-6 თვის განმავლობაში რას ვაკეთებდი რომ აი ფულს როგორ შევოლდი იმას როგორ ვაკეთებდი ამას როგორ მოგზაურობდი თან და დროთა განმავლობაში შესანიშნავი იდეა თან რეალურად მათ შორის აგერ ჩვენც გვიყვარხარ და პატივცემს და ძალიან კარგ საქმეს იდა მაგას თუ გააკეთებ ქართველებისთვის რო განკუთვნილი იქნება ეს ძალიან კარგი იქნება დროუცხარი გიგი მოდი ისე ცოტა მამობისკენ წავიდეთ წერნ თქვი რომ მამასთან ერთად ძირითადად სათევზაოდ დავდიოდი უცხოეთში თუ ყოფილხართ ერთად ან თუ აპირებ უცხოეთში ესე არ ყოფილვართ მაგრამ ეხლა ამერიკაში მიდის და მეც ალბათ ჩავალ ხოლმე რა რაღაც მოსანახულება. და რამე ბლოგსაც გადაიღებ? აპირებ? ნახოთ, რავი, განვითარებულ ქვეყნებში დიდად არ მიყვარს ვიდეოების გადაღება ხოლმე. ой, რა საინტერესოა, ხო? იმიტომ რომ რაღაც ხალხთან თუ ან მე ხალხი მიყვარს რა, უფრო ვიდრე რაღაც ატრაქციები. ხო, ანუ აი რაღაც ის არის, აი მუზეუმები და რაღაცა უფრო, იმიტომ რომ ვერ გადმოვცემ კარგად, იმიტომ რომ შევდივარ რაღაც აი რაღაც ვიდეოს რო უყურებ რომ რაღაცა მირჩევნია ჩემი თვიყო რა ეგეთ რაღაცებში ეგეთი თან იცი რა მომენტია ახლა პირობითად ნიუ-იორკში რა უნდა გადაიღო ისეთი რაც ვიღაცას უკვე არ აქვს გადაღებული ხო ეგეთი ისინია რა ხო და ახლა იგივე ფილმი ნუ ნიუ-იორკი ისეთია კიდე რომ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ხალხია ეგეც არის რაღაც სიგიჟე შეგიძლია გააკეთო და ნუ აი ევროპაში ძირითადად მაგიტო არა მაგ ბლოგები რომ აი რაღაც ხალხთან ვერ შევდივარ რა ესე უფრო არ კამერა არ უყარს ზოგი გეუბნებ რომ კაცია და გახსოვს გერმანიაში ვიღაც ბავშვი რომ შენ მარიკასთან რომ მივიდა და გერმანიაში ვიყავით ალიანს არენაზე და ველოდებოდი ჩვენ რიგს რომ და შევსულიყავით და მიშოს შვილები იდგნენ იქით და მარიკა მიშოს მეუღლე არა მარიკა არ იყო ისინი საბჭოთიალოს წავიდნენ ბავშვები არ იყვნენ ბავშვები იყო მარიკა არ იყო ალიანს არენაზე გვანცაში ვიღაც სხვაში გეშლება რომელი გაჩვენიაში მარიკას უთხრა ეგრე მახსოვს ვიჯო მაშინ ალიანს არა მაშინ ალიანს არენან მოკლედ მარიკას ამის მეუღლესთან მივიდა ვიღაც ბავშვი და ტელეფონი მაჩვენეო და მარიკა გამოჩნდა და რატო გაჩვენო იქო შენო სურათს იღებდიო და მე მგონი კადრში მოვხდი და წაშალეო ხო მართლა ეგ ხშირი ევროპაში განსაკუთრებით ხო და აი გაუგნებულები ვუყურებდით რა კადრში მოხდა ჩვენთან ახლა ბაღის სურათს რო გადაიღებს ვიღაცა მშობელი ისე დადებს Facebook-ზე რომ არც ეკითხებს სხვა მშობელს ჩანს თუ არა ხო აი არ ვიცი ეგ ისა აქვთ რა და ევროპის სოფლები არ გინახავს კი იქაც ეგეთი სოფლები ევროპაში კი ბევრი მინდა მე ავტოსტოპი წამოვედი იმიდან რა ქვია საფრანგეთიდან საქართველომდე თითქმის 8 ქვეყანა გამოვიარე ამიტომაც ბევრი სოფლელიც მომიწია და სოფლები არ არის ცოტა განსხვავებული? კი, ცოტა განსხვავებულია, ანუ ფიგურად განსხვავებულია. ურთიერთობისას სხვა ბევრად განსხვავებულია და ბევრად აი რაღაც გეგონება რაღაც საქართველოში რო არის, ხო იცი, სოფელში ბებოები რაღაც აი ვაიბი მოდის რა, მაგრამ მაინც იმდენად განვითარებულია ბევრ ადგილას აი სახლები ისინიც ესეც უფრო სხვანაირად უდგებიან რა, უფრო ყველაფერს. ეს კითხვა მინდა რომ დავსვა ჩემოლადო რა ეს ჩემი ძალიან დიდი ტკივილია ეგ ამბავი. ეხა ბევრს მოგზაურობ კი და პირველადი დახმარების ერთმა არ დაგაჭიროს არჩენ არც ვინჩეთ ერთად იქნება, მაგრამ პირველადი დახმარების აღმოჩენის
იცი რამე? პირველად ან საჭირო არის რომ იცოდეს მოგზაურმა და რაღაც კურსი მაქვს გავლილი. ესე ოღონდ გეუბნები 2 წლის წინ. ესე აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ანუ რაღაცა თეორიული და პრაქტიკული რაღაცები გავლილი მაქვს, მაგრამ რომ მახსოვს არ ფიქრობ რომ საჭიროა. ცოდნა მაგის მასეთი რაღაცეები. ალბათ ჩემს გვერდზე ვინც რა იმისთვის უფრო საჭიროა ვიდრე ჩემთვის მე მარტო მოგზაურობ. ხა მე თუ რამე დამემართა ხო არა შენ სხვისთვის. ნუ რაღაც ისეთები ვიცი რა, რაც ასე ვთქვათ, თავის დაზიანება ან რაღაც. ქონია რამე ეგეთი ექსტრემალური შემთხვევა? იქნებოდა უბრალოდ ეხა ვერ ვიხსენებ რა. ჩემ რატომ აქვს ეგ ჩემ შევთან ერთად მიყვარს ხოლმე დღე-ღრე სიარული. ხო და არ ვიცი ეს ღმერთმა არ დაგვაჭიროს, მაგრამ შემთხვევა არ ვიცი და აუცილებლად მინდა რომ ჩვენ გავაკეთოთ მაგის რაღაც მამებისთვის კურსი თუ ტრენინგი თუ რაღაცა. ეგეთი იქნება კაი. ძალიან საჭირო რაღაცაა მოკლედ მაგის თქვა მინდა. გიგი ერთად უყურეთ პედალადომ იმას სირიაში შენ მოგზაურობას და ძალიან დაძაბულები და გადარეულები ვიყავი და შენ არ გადაირია იქ რო ვიყავი არ ვიცი სირიის ბუნებრივია გადაირეოდნენ აბა კი არ მე ვაზიარებდი უკვე ცოტა მოგვიანებით რაც ხდებოდა მაგრამ სამშვიდობოს რო იყავი ხო არა უკვე ერთი 3 დღე რო გავიდე რაღაც იქ რა უკვე რომ მივხვდი რომ არაფერი არ მომივაწეს კი ანუ გადარეულები იმიტომ პირველი დღეს რო ჩავედი ეგრევე ისეთ ადგილას წავედით რომ წარმოგვეს რომ გითო პირველივე დღეს იარაღები მოგვიშვირეს როდესაც ანუ სუორი საათი შესულება ქვეყანაში და რაღაც იარაღი არავის არ მოუშვერია ჩემთვის რომ ხელები ამეწია ეგრე და მეთქი ვარ რა სადაა რაღაც ეგრე ვიყავი და მე მაგის მე რაღაცები ისეთი ადგილას ვიყავით მაგ ღამეს რომ და ისეთი რაღაცები ვნახდა ეს ნარკოტიკი ისინი ძალიან ბევრი რა და ეს ხალხი მე რომ გაგვიმეგობრდა და როგორ გაგვიშინაურდა და რაღაცა ისეთი ჩაისაცხოვე მე მეგობრები და არ ჩითო აქო მე რაღაცა ისაო მოდით ნომერი ჩაიწერეს მოგვიკითხეს რაღაცა და წარმოგიდგენთ მაგის მე ჩვენ რო გავედით ქალაქში ანუ ქალაქი უკვე ისეთი ძალიან ხალხი მოდიოდა გეხუტებოდა გაკოկოძი და რა უხაროდათ იმიტომ რომ არ ვნახავთ რა და მან უფრო და უფრო ანალიზებ რომ კი ყველაფერი შორიდან საშიში ჩანს მაგრამ აი რომ მიდიხარ რაღაცა და უკვე რომ შედიხარ იმაში რა რომ ხვდები რა და როგორა მე უფრო ანალიზებ და ეს რობერტო როა ჩემი მეგობარი იქ ლიბანიდან ჩვენ წავედით ჩვენ ვიყავით 5 დღე წამოვიდა და ეგ ჩავიდა და 7 კვირა იქ ცხოვრობდა კიდე. ომი რო დაიწყო კიდე ხელახლა შებრუნდა. იქ იყო და ის ხალხი გაიცნო, ვინც წარმოგიდგენ ესე მე ჩვენს ყველა ვიცანი ჯარისკაცები. ჯარისკაცებთან ერთად იყო რაღაც სვავდა ჩაის თუ რაღაცა და უცებ ეგ ომი რო დაიწყო ადგენო და წავიდნენ ომშიო რა. ვიღაც ჩვენი ძმები იქ არიანო და ეს წარმოგიდგინე აი ხა იქ იყო რა და ისეთი ადგილები ნახა და ისეთი ვიღაცები გაიცნო რომ ტანკები და ისინი რომელიც აი რომ უნდა გამოეყენებინათ რა იმ ღამეს რა რომ წასულიყო და ეს ვიდეოსაც იღებ და უბრალოდ თან ვერ ამხელს ამას ვერ გაჩვენებს ტელევიზიაში YouTube-ში იმიტომ რომ საშიშია რა იქ სახეებს რო დაინახავენ სახეებით ლოკაციით შეიძლება იპოვონ და ჩაუშვან ეგრევე რაკეტა და ეგეთი რაღაცები მეც ვერ დავდე რაღაც ვიღაცებმა ვინც თქვეს რომ აქ რო გვანახონ ანუ ეს ჩვენი ბაზაა რა ისე იმ ხალხის ემოციები მახსოვს რომ ხედავდნენ და მშვიდობა რა მაგარი ადამიანებისთვის აი ომის მომგონის დედავატირე რა ადამიანს არ ვიცი ხო ბედნიერები იყვნენ უბრალოდ უცხოელი დაინახეს და გიჟები ძალიან მაგრად გაუხარდათ მშვიდობაც ამდენი ხანი არ ქონია თუ სუდი რაღაცა ვერ ანუ ხო რა აღარ გამოსცადეს ქიმიური იარაღი გამოსცადეს ყველაფერი სუდი რაც კი შეიძლება ყველაფერი გამოსცადეს მოდი კარგისკენ წამოვიდეთ გიგი შვილი როცა გეყოლება რომელ ქვეყანაში წახვალ პირველი შვილთან ერთად სამოგზაუროთ სად გაჩნდება ეგეც არის არ ვიცი აუ რა კაი პასუხია არ ვიცი ესე მე ძალიან ისე ვარ რა ქვია მე ხედავდი ისეთ ქვეყნებში რომელშიც მგონია რომ მე მოვითავებ რომ ჩემი შვილი არ ვატარო ეს საშინელ იმებში იმიტომ რომ რაღაც აი მაინც შვილი რო გაგიჩნდება მაინც მეშინია რა ეხლა თუნდაც ბრაზილია თუნდაც ისა ნუ ეხლა ჩემთვის ოკეია გავიზარდე მაგრამ ეხლა პატარაობაში მაინც ალბათ უსაფრთხო დავირჩევ ჯერჯერობით რამე ის აზია ჩემთვის ძალიან უსაფრთხოა სხვადასხვა აზია არის ისეთი ხალხი რომელიც არის ძალიან კეთილი უმეტესად რა ახლა წარმოგიდგენთ იაპონელები, ჩინელები ხარ. არასდროს მან კრიმინალი არ ძალიან ცოტაა რა. იმიტომ რომ ძალიან კეთილი ხალხია, ძალიან ისეთი და იქით და ბალიზეც რო ჩახვიდე და იმაზეც ძალიან
კრიმინალის დონე ძალიან დაბალია და ალბათ უფრო მაკეტკენ რა. აი ბრაზილია რო ახსენე რამე გქონია ეგეთ შემთხვევა ხო ბრაზილია, კოლუმბია ეგეთებში. ნუ ზოგი არის ჩემი გამოცდილება, ზოგი არის ჩემი მეგობრის გამოცდილება. აი შენი გამოცდილება მაინტერესებს და ჩემი გამოცდილება ეხლა რო ვიყავი, ანუ ადრეს ვიყავი 2 თვით და ეხლა რო ვიყავი ვიღაცამ ესე ჩამიყო ხელი ჯიბეში და ესე იღებდა ტელეფონს და აი დავინახი და ეგ დავიჭირი. თან ერთ პირველი ვიგზენი და მეთქი რა ხდება თქო, არაფერი გავაგზავნე. დავიჭირი და ანუ მეთქი რა შვები და ხა სხვა ჩვენი კაკოროა, კაკო და ბაბისაც ერთად ვიყავით სადღაც მაგ პერიოდში და ბაბისაც ვიღაც 2-3 ბიჭი მივიდა და ტელეფონი რო წაერთმიათ, ოღონდ ისე კი არა რომ ჩუმად წაერთმიათ, მოპარობენ. არა, წაერთმიათ, ხო და წარმოგიდგენთ ესე ანუ ხდება რა, იგი ბრაზილიაში კარნავალია, თან ეგეთი პერიოდია და ეგეთი რაღაცები უნდა ელოდო რა, ტელეფონს წაერთმენ მაქსიმუმ, ანუ ეგ არის, მეც არაფერს არ იმეშვებიან და ნუ ყურადღებით უნდა იყო, ამიტომ ჩემი შვილი იქ რო არ პატარა რო არ მინდა მაგაზე ვიფიქრო კიდე რო აბა ჩემ შვილთან ერთად კიდე რაღაცა არ იყოს და სასაცილო ამბები, კურიოზები გქონია, თუ გახსენდება რამე? კი, ერთი მქონდა ძალიან ღადაობა იყო. იქიდან რა ქვია, საფრანგეთიდან ხომ მოვდიოდი ესე ავტოსტოპით საქართველოსამდე და ერთი ვიღაც გოგო მწერს თურქეთიდან რა, ისტანბულში ჩავდივარ და ისტანბულის გავლო უეჭველი მიჭევს და მე წერს რომ ჩემთან შეგიძლია დარჩეო, მე მივდივარო ამსტერდამშიო. პირველი რო ჩამოხვალო კაკრასო გნახავო და მე მივდივარო რა. კაი მეთქი რა ვიცი, ანუ ეს ადრე ინგლისურად ქონდა თან და ანუ ჩემი გამომწერი იყო და ჩემთან დარჩი, კაი მეთქი. მივედი ესე რაღაცა კაი მართლა გავიცანით ესე და გასაღები მომცა რა და მე მივდივარო იტოქშიო და ნუ სამ დღეში ჩამოვალ. პრობლემა არაა თქო. ერთი დღე გავიდა, მეორე დღე გავიდა და აი მესამე დღეა უკვე რა, რაღაც და აი ის გოგო რაღაც მე კიდე დაემატა 2 დღე და 5 დღეში ჩამოვალ. მესამე დღეა რაღაც და სადღაც შემეგობარი კიდე ერთი თურქი მეგობარი ყავს, მაგასთან ერთად კლუბში სადღაც ვიყავით და მოვდივართ ერთი ღამის 3 საათია. სახლში მივდივარ, ვაღებ გასაღებით არ იღება. ბიჭო, მეთქი რა ხდება, ვაღებ, მეთქი ანუ იგი არ დალევით ეგრე არ დამილევია, გამოვედი სახლს უყურებ, ეგ სახლია. შევედი მეთქი სხვა სართული ხო არაა და ამერია თქო. ავედი ზედა სართულზე, იქაც ვაღებ, არ იღება. ბიჭო, რა უქნა, იმ გოგოს ურეკავ, არ პასუხობს ღამის 3 საათი. ჩამოვედი ისევ სადაც მგონია, იქ მივედი რა, დავჯექი ესე და რაღაც დავაკაკუნებ თქო რა, რა ვიცი, ეს სახლია რა, არ იღება. დავაკაკუნე და გამოდის ეს ერთი ცოლი აღებს, ქორა და ვიღაცა რა და ეს მეთქი რა ხდება, მეთქი ამ სახლში მეთქი ვეუბნები თან თურქული არიციან ინგლისური რა, მეთქი მამ რაღაც მარინე თუ რაღაცა ვინახარ და ის კაცი რაღაცა ცოტა ხო იცით და დაზაბულია რაღაც ჩემი შვილთან ვინ მოვიდა და რაღაცა და მეთქი რაღაცა თან ტრანსლეიტით ვეუბნები რომ აი მან ცხოვრობ თქო რა და ეს რაღაც გაოგნებულები არიან რა და იმეთ მეკითხეს ალბათ მეგობარიაო და კაი შემოდიო რა და შევდივარ და მეუბნებიან რომ აი ტახტზე აქ დაჯექიო და მეთქი იქითაა ჩემი ოთახი რა და რა შენი ოთახიო და აუ მინარიო ეს ბიჭი ვაფშე გაგიჟდნე და აუ მეთქი რა უქრე მეთქი იქავა ოთახი შევიდე როგორც აღმოჩნდნენ ესენი უბრალოდ ჩამოსულან შემთხვევით არ უთქვიათ იმისთვის და მეორე მეორე დღეს დილის 8 საათზე მაღვიძებენ იმიტომ რომ გოგოს დაურეკე იმიტომ მოვუყევი რა ანუ რაღაც 5 საათზე დავიძინე იმდენად აღელვებული ვიყავი და დილის 8 საათზე მიკაკუნებენ და breakfast ready და გავედი საჭმელად მეთქი სადა ვაფშე თურქულად ვერ ლაპარაკობდი სადა ვარ რა მინდა აი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო რა უცებ გასო დაადგები ხო ის კაცი გეუბნები ის კაცი თოპით იყო მე მგონი გამოცდილება იმათვისაც აშოკი იქნება ღამის 3 საათზე ვიღაცა მოგადგეს რომ მამცხოვრო ხო და მე თუმე პოლიციისთვის დაურეკია ზედა სართულზე ჩაილიჩობდი გაღებას ვიღაცა პოლიცია მოსულა ღამე აუ იმე მწყეთელი ამბები ყოფილი კარგად გადარჩენილი ხარ კი რო ის კაცმა რაღაცა არ მიგნა ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი პატივისცემა და ბევრი წარმატება გიგი. მადლობა თქვენ მოწერისთვის და მადლობა მიხარია რომ მომიწიეთ და წარმატება და ბედნიერება მოკლედ რა. მადლობა. ასევე ბევრი სპონსორები, ბევრი ნახვები, ბევრი საბსკრაიბერები, გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ ჩვენი არხი მამების და ლაიქეთ ვიდეო. ესეც უნდა თქვა ხოლმე. კი ხო, გამოიწერეთ და ლაიქეთ, კომენტარეთ. ხო, მადლობები თან აუცილებლად ჩვენ მეგობრებს გადაუხადოთ აუცილებლად მადლობა დუგლაძეების ღვინის კომპანიას, რომლებიც არაჩვეულებრივ ღვინოს აწარმოებენ, აი ქართული ხასიათის მრავალფეროვნება, რომელიც არაჩვეულებრივად შეესაბამება ამ კომპანიის
წესსა და მიდგომას ქართულ ღვინეებთან მიმართებაში. კი ბატონო, F1-ს ვუთხრათ მადლობა, რომელიც დაგვეხმარა ძალიან და რა ვიცი, საოცარი ადამიანები არიან და პროფესიონალები არიან თავისაგვის, რაც მთავარია. და ჩვენს მასპინძლებს. Windham Grand Tbilisi გუდიაშვილი სამნომერში საოცარი სასტუმრო, საოცარი პერსონალი, ჩემთვის არ ვიცი, გარემო კი ძალიან მაგარია, მაგრამ რაღაცა ადამიანური დამოკიდებულება და ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე და საოცარი ადამიანები მუშაობენ აქ და ეგ არის და გორის ციხე. და აუცილებლად კიდევ ერთხელ მადლობა დიდი ჩვენ სტუმარს, რომელმაც გამონახად, რომ აი მართლა გლობუსი რო დაატრიალა და ხელი დაადო, ყველგან გიგია და გამონახა ამ დატვირთულ გრაფიკში. რამდენი ქვეყანა დალაშქრე უკვე ბანე ბოლოსკენ? 63 ალბათ რა. გეგმაში რამდენია? დასალაშქრი კიდევ. აიცი აა 100-150. რა მარტივისა თქვა. ნახოთ რა და როგორ იქნება. მოკლედ დიდი მადლობა. გამოიწერეთ, დალაიქეთ, მოიწონეთ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა და გვიყურეთ პირველ რიგში. აბა აბა. აუ, ძალიან მადლობა. არის მადლობა პირიქით. საოცარი ადამიანი ხარ, წარმატებები გულს ხედავ. ეგ არის, იწერდა ნახეთ.